დილა მშვიდობის ძვირფასებო როგორ ახართ და როგორ გიკითხოთ. გოდე იჯდა აქ და გოდე წავიდა მუსიკა ქონდა ჩართული ჩაუწია მეთქი და წავიდა იქ. ხო. ეხლა ჩაუწიეთ. ეხლა ლოგიო უნდა გავაცხებო, მაგრამ ეწამს მეჩაიდან სამოვლეთ ხავდა. იმონი უნდა ჩავაგდოთ დღეს ისევ ამაში. ცოტა ცოტა მაგრამ მაინც მიმონი უნდა ის არ მინდა სეტკა რომ მივახმარო. ასად არიკეთებს გვერდებზე და რამე მხოლოდ ქვემოთ ძირში. მოკლედ ესე. გამოვიტანე გუშინ და მივაჭედებ მეთქი, მაგრამ ძალიან პატარა ლურსმანი მინდოდა და აგერ შერჩა და ის აქეთ მოძრა უფრო მსხვილი ის რო აქ. აი ეს უფრო მსხვილი აქ და ის პატარა ლურსმანი აქეთ მოძრა. ლურსმანს მოძრა, თორე ლურსმანი აგერ არის. იქ არის ლურსმანი. უფრო დიდი რამე უნდა. ეხლა რა მინდა და ჩაი დავადგე წყალი, უფრო სწორედ ყავისთვის მე რა ვიცი. კარგად მოყირავ და სატელზე მაგ შეერთებული. მეუცეცხლზე, იმიტომ რომ არ დავწვა ლოგიო. ემალის ქვაბია და სანდო არ არის ეს ქვაბი. ეხლა ხო რამდენი ხანია მე ხომი არ მიკეთებია და წუხენ რამე 11 საათი სრულდებოდა რომ წამოვხდი და ხომის გაკეთება დავიწყე. ეს კიტრი მუხამთანაკიდან მოიტანა, მე დაურეკე ხომს ვაკეთებ მეთქი ლოგიომა ყველი მაგ მეც მაქვს მეთქი, მაგრამ ის არ მაქვს ხო რა ქვია კიტრი. კიტრის მე მოიტანე და ეს მოიტანა. ეხა ხელფასობამდე
მოკლედ წასვლამდე მინდა მოვასწრო ხელფასობამდე არა ხელფასი 19-19-ია მუხასი მინდა მაგ დროისთვის მოვასწრო რამე მაინც რომ მოვხუქო ხოდა მერე რომ წავალაღა მერე როდის დასვიზა მე აი როგორი იყო პატარები რო ვიყავით რო თამაშობითო დიასახლისი ხარ ყველაფრის კეთება შენ მოგწონს ასე შემდეგ ანუ ეხა რო დაგიდგა უკვე ადამიანს და ხარ ნამდვილად ოჯახის დიასახლისი თავიდან რა თქმა უნდა სიხარულით მიყვები ყველაფერს მაგრამ მერე ან იღლები ან სულ ერთი და იგივე გბეზრდება ან რა ვიცი რაღაცნაირად რომ არ მე ხა უფრო მეტად ჩემს თავზე საუბრობთ მეზარება ან აი ასე მიიწევენ ჩემი შვილები პურს ერთს კანი უყვარს ამაზე გულია ამოჭმული ამაზე კანია გადაჭმული მე პურს არ ავჭამდა ხო უნდა ველოდო არავინ არ შეჭამს მაგას აინახავთ იმიტომ რომ პატარა იყოს სინაჭამი არ უნდა ეხა ძლივს რეცხვას მოვჭი დალაგებას მარტო გოდეს ლოგინი გავიტანეთ ხეს გარეთ ლეიბები და საგნები გოდეს სულგუნი კი მაქვს, მაგრამ არ უნდათ. არავინ არ ჭამს.
გულებს კი და რას ჭირს ვერ გავიგე, იმიტომ რომ ეს ყველი მე იმდენად მომწონს. ძალიან გემრიელია და იმან არ ჭამა ერთი ლუკმაც კი. რამდენი მივაწოდე. უკან დააბრუნა. და ყველაზე გემრიელია. ეს ეხლანდელი სულგუნები, რაც შემარება ის უნდა გამომეცანა. ძალიან გემრიელებია. ქვემოთ მაინც დამეყარა. ბავშვებო! ფათორე დაუწყო. არაფერი არ არის, ვითომ იაფი რო იყო ვიყიდე და არაფერი არ არის, ვერ გააცხელებს საჭმელს, სულ იკრავს. მოდით! ვაჭრევ და მოვალ მე. საჭმელი ბიჭო, 2 საათია და საჭმელი არ გინდათ. გეგა დადა. ახლა იყო სამათინალები, წლის კითხვები 1 წუთი, პური დატოვეს, პური ადას არ უყვარს, პური არ უჭამია საერთოდ, ეხა მარტო კიტრი და ლობიო ჭამა, მარტო გოდემ და გეგას ვაჭამე, მე ჩემი ხილით ვაჭამე არ ჭამე და მაგიტო. გეგამ დამიწყო ვაჭრობა. და ეხლა რას გულისხმობ? მივაჭრება, მე რო ვეუბნები 10 ლუკმა. არა, ხო მეუბნება, მაინც რომ დავითანხმებ. მე უკვე იყოს 9 მეუბნება. მართლა, იყოს 9. იყოს 9. ეხლა მოვგავო და გამიგზადო ყავა, თორე საერთოდ არ მაგარნაირი ძალონი გამოსვილა. რაჯანდავა არ ვიცი. სხვაგან რო წავალ, იქაც ესე ვიქნები, ნეტა არ ვიცი. ასე ჯობია თორე ასე ჯობია, იმიტომ რომ მე მიგროვდება გასარეცხები და თუ ეგ არის აქ არასდროს არ გვენია სახლი მერე დალაგებულია. ეხლა
გარეცხილებიც უკვე გარეცხილი იქნება. ხსენი ისინი რომ მზე დავყარე. და ეხლა კიდე უნდა შევყარო. მუხა მოიტანა სამსახურიდან. პირსახოცი რო დააქვს და რაღაცეები, მაიკები და რაღაცეები გასარეცხად მოიტანა. ეხლა იმაც შევყრი მე უცებ და მოვალ. მოკლედ გავიკეთებ ხამე ხსნად ხალას. კიტრიხი სამი ლარი გუში და სამწნილებელი კიტრი. შენი კაბა მინდაო დედა შენი რომ გაქვსო. ესეთები მეყავს. სედები. სადმე იქნება შევარდნილი ერთ მოძრომია ეს პლასმასი. საწავიდან ეტა, მაშინ ძლივს ვიპოვე და ეხა სადღა ვიპოვი. ლიკამ მითხრა ერთხელ მიმგონიო ფილტრი აქვს და რა ფილტრი, რაც სავარ შავი. ეხა უკვე დაზაგრული ისაა. პირდაპირ ჩანს ყველაფერი, რაც კი მაქვს აქ. ნახეთ, ტალი. ცოტა მაქვს აქ. ნახეთ, ისედაც შესამჩნევია, აი ამისაკეთ ოდნავ ღიაა და ფილტრი რო ქონდეს, მე არ გამიხარდება რომ დავაყენო. ლამაზად გამოუჩნდე. თავის ანუ მაკიაჟის გაკეთებაც კი მეზარება. ზალა მაგ რამჭირს რო ვიცოდე მართლა რამეს ვიზამდი უშველი თავს, მაგრამ არ ვიცი რა ხდება. ასე რომ ძალიან უძალიანო ეხლა სტენკა შიგნით არ არის მტვრიანი, მაგრამ გარეთ მინა გასაწმენდი, ანუ სარკები გასაწმენდი მაქვს. ის კიდე რომ მაქვს კარატა შემოსასვლელის იქეთ რომ მიდევს, სარკეს სულ გასაწმენდია. ხეში 2-3 უნდა ადგენით ტილოთი. იმიტომ რომ ადასულ მანდ არის, ან თავის თავს კოცნის, ან კიდე რა ვიცი, სულ ნათითურები ემჩნევა. მარტო ადასია. ესენი არც მიდიან ბიჭები მანდ.
ხო და ეს მეცინია ისეთი მომენტები მაქვს, აი მაგალითად საღამოს 9-სკენ ვითიშები. მაგრამ რა თქმა უნდა არ წვევი, არც მდივანზე, არც აი ესე ვარ, უცებ წამოხვდები რაღაცას დავიწყებ, რომ არ დამეძინოს. იმიტომ რომ ამ ბავშვებს ესე ვერ დავტოვებ. მე რო დავიძინო, რა ვიცი ესენი რას იციან. ხო და მოკლედ ეს არ მიყვარს ეს აფხილი რო არ არის მე ის არ ჩანს წამწამები. უი შოპინგ ჰაუსში ნახე აი მას ძალიან რო წევს მაღლა ესეთი ტუში არ არის. როდის მქონდა იცით ეგ მე 2006-ში იქ თბილისში რო ცხოვრობდი მაშინ. არც ტუში გჭირდებოდა არც არაფერი ისე ლამაზად აი ისე ლამაზად აყენებდა ამ იმას წამწამებს რომ არაფერი არ გჭირდებოდა. რა ვიცი მე სულ მაგას ვიკეთებდი. მაშინაც დიდად არ მიყვარდა მაკიაჟი და რამე. ხო და 4 ლარად იყო, მაგრამ ეხა ჩემი ხელფასი რახან გოდესთვის მქონდა გადადებული. ეხლა იმას ვისამ რა ქვია, ეხლა რო დამერიცხება ივლისში 70 ევრო და 75 ცენტი მაქვს. 69 ევრო მაინც დამერიცხება. აი განახლების მერე 1 ევროს მეტი არ მომკლებია, რა ვიცი ეხლა წინა აი ამ ხელფასობაზე რო ავიღე გოდესთვის რო გადავდი ივნისში რო ავიღე მაგი 1 ევრო მომაკლდა მარტო მეტი არ დამკლებია. ამიტომ ეხაც ისე ველოდები და იმ დროს ვიყიდი. ანა მარიას დაბადების დღე უწევს. ეხა ლიკამ 50 ლარი ჩაურიცხა გუშინ ადას. რა მეუყიდეთო თქვენ ჩემ სახელზე და მოკლედ ბებიამ მისცა. ეკამ დგებუაძემ ჩაურიცხა. ლიკამ მისცა და მეოთხე გაიხსენეთ ათია მეოთხე არის კიდე ვიღაც ხალხო. თამთამაც რო აჩქა 50 200 ლარი გაქვს მეთქი ვეუბნებოდი ეხა ადას. ხო და ხა მითხრა ტემოდან გამოვწერო თუ იქ უფრო კაი ფასებიაო და ის ჯობიაო. არა არ ვიცი. რა თქმა უნდა უყიდი. ადასია მაგ ფული და ადას უყიდი. საათი არ დამიკიდა მუხა. ხელს არ მოუკიდებო. აივნის გაკეთება უნდოდა და აივან სადღაც 500 ლარამდე უნდა. ხო და მაგ 200 ლარის მოცემა არ უნდოდა. ჩემთვის მივთხარი დედაშენს ეწყინება მეთქი მე უნდოდა რომ საათი მეყიდა. კარგი საათი ეყიდეო ჩემ სახელზე რომ მითხრა. ხო და არ ეწყინოს მეთქი დედაშენს. ამას აივნის გაკეთება უნდოდა. ამთვის ხელფასებაზე ცოტას დავამატებო და ის რკინები მაინც რო გავაკეთოთო, მომდევნო ხელფასებაზე მე სახურავს იყიდა. სახურავი 3 ცალი უნდა მე მგონი, მეტი არ უნდა მე მგონი, არ ვიცი ესე მახსოვს მუხაზე. ოღონდ როგორ უნდა იცი, ცოტა იქეთ უნდა რომ გაწიოს. რომ მე აივანზე იქვემოთ რო დავკიდებ, თუნდაც იქაც რო არ იყოს ის წვიმა იმდენი. ეხა ცელოფანი მოვატანე და იმას გადავაფარებ ხოლმე რო წვიმს. შუაზე გავჭერით, გავხსენით და მთლიანად გადადის და არ მისველდება. თუ დროულად გადავაფარე, არ მისველდება. კი გვერდებში ვერ ვაფარებ და 1-2 ხოლოდ გვერდებში თუ დასველდა. მაგრამ მაინც კარგია. არ მიწევს რომ მოუხსნა და საწავიღო ადგილი რო არ მაქვს ეხა შიგნით. მაგიტო.
მოკლედ ეს წელს მინდა რომ ვატარო და ბაღში ხო და მოკლედ ფორმები გვიწევს მაგრამ გეცოდინებათ ყველას უწევს ფორმები ოღონდ გოდეს არა ჯერჯერობით ეტაპობრივად თქვეს და ერთი ხელის ყიდვა მომიწევს გოდესთვის და ჯინსებს დავამატებ იმიტომ რომ დაუპატარავდა ძალიან გოდეს ჯინსები რაც ქონდა იმდენად გაიზარდა გინდ სიმაღლეში და გინდ მომატებულიც არის რომ 53 კილოა გოდეცი სუსტად ისე მიყვება როგორც მე ვიყავი მე დაიკლებს არავინ არ მყავს ისე რომ წავიდეს და წავიდეს წონაში ასე რომ მე როგორც ვიყავი მასე მიდის კი ამსგავსებენ მუხას მაგრამ მე მაგალითად უფრო ჩემს თავს ვამსგავსებ და ჩემი ახლობლები ვინც არიან მაგალითად ჩვენი პატარაობა ვისაც ვნახიათ პატარაობიდანვე ვინც გვიცნობენ ხან ჩემს დას ამსგავსებენ კახელს ხან მე მაგრამ რა არის იცი ქორწილში ჩემ მეზობლის ქორწილში მაგალითად ვიდეოში სადაც ვართ მე ჩემი თავი ვერ ამოვიცანი ანუ ჩემი თავი რომ მეგონა ის ხატი არის და მე ძალიან რატომ ან როგორ გავდით ერთმანეთს ის არ მახსოვს მაგრამ ვერ ამოვიცანი ჩემი თავი ჩემი და მეგონა რომ მე ვიყავი ხო და ამიტომ ეხა კი არ გევართ ერთმანეთს მაგრამ მაგალითად ადადაგეგაც გოდერო დაიბადა მილიონი ბავშვიდან ანუ რამდენი წინდა ყოფილიყო ამოვარჩევდი ისეთი იყო და სულ მეშინოდა რომ სანამ ვიმშობიარებდი და ბავშვი გამიჩნდებოდა სულ იმის შიში მქონდა რომ აი ერთხელ რომ ნახავდი ჩემ ბავშვს მე ვერ ვიცნობდი ანუ მაინც შემეშლებოდა სხვა ბავშვებში მაგრამ იქაც ეგთან მომითხრა რომ შენს შვილსო მილიონი ბავშვიდან აარჩევა ისეთი არისო და მართლა არ არის არკადა სულ სხვა იყო ხო და მოკლედ მაგალითად გოდეს პატარაობას ძალიან გავს მაგრამ აი რომ დაიბადა ერთ-ერთში არ გვანან არანაირად ადასულ სხვა იყო და გოდესულ სხვა გეგამთლად სხვა ხო და პატარაობის იმას აქვს გოდეს თმები რო ქონდა ვინც თავიდან მომყვებით ნახავთ ძალიან გავს გოდესი გრძელი თმები ქონდა გოდესი არ ვუჭრიდე იმდენად უხდებოდა უბრალოდ იქ იყო რომ მე ძალიან ოფლიანობა დაეწყო და ეგ არ მომწონდა წავიდი ახლა ძირფასება დაგემშვიდობებით მოვიფიქრო უნდა კიდე რამე იმედია მუსიკის ხმა არ იქნებოდა ეხა საჭმელი საღამოსკენ ესე 5-ისკენ რო გავაკეთე ეხა არის 3 საათი წუთი 3 საათი წუთი წავედი ძირფასებო ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას დროებით მომავალ ვიდეომდე